ოველი ნაბიჯის შემდეგ, რომელსაც ვდგამთ ჩვენს უსასრულო ცეკვაში სიბნელესთან, ამოუხსნელის ხმები გვესმის. თითოეული ექო მოწვევის ძალას წარმოადგენს, რომელიც უფრო და უფრო ღრმად გვიზიდავს საიდუმლო სუბსკრულში, საიდანაც შესაძლოა ვეღარასდროს დავბრუნდეთ. ამ საიდუმლოში ორი კითხვა ჩნდება. ვინ გაანადგურა ჯოლი ფარმერი? რატომ გააკეთეს ეს? ეს იყო 1989 წელი, პატარა სოფელში სახელად Black Blackness-ი, ჰემპშირში, სამხრეთ ინგლისში, სადაც მდებარეობდა ტრადიციული ინგლისური პაბი, ჯოლი ფარმერი. დაწესებულება ტიპური იყო ნებისმიერი ინგლისური სოფლის პაბისთვის. გარდა იმისა, რომ ქალაქის მშვიდ ნაწილში მდებარეობდა და გარშემო მინდვრები იყო, ეს ადგილი არაფრით გამორჩეული არ იყო. ის არაფრით გამორჩეულად არ ითვლებოდა, თუმცა 4 დეკემბრის ბნელ საღამოს სასტიკი თავდასხმის სამიზნე გახდა. იმ საღამოს ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. სტუმრები რამდენიმე სასმელს მიირთმევდნენ და ბარმენებსა და მინტანებთან საუბრობდნენ. გამის 2 საათზე ჩიქების ცკრიალი და ხმამაღალი საუბრები თითქმის მიწყდა. ბარი დაიხურა და კლიენტები სახლში ბარბაცით დაბრუნდნენ. ჯოლი ფარმერში ჯერ კიდევ იყვნენ ბარის მენეჯერი რიჩარდ დინი და შეპი კლიფორდ ჰოზი, რომლებიც მაგიდებს ალაგებდნენ და ფულს ითვიდნენ. დილით ადრე ერთ მომენტში ბარში მდებარე ტელეფონი მუშაობას შეწყვიტა, თითქოს და მიზეზის გარეშე. არც დენს და არც ჰოზ არაფერი უჩვეულო არ შეუმჩნევიათ, სანამ დილის 2 საათსა და 40 წუთზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა ჯოლი ფარმერიდან. ხმა 2 მილზე მოშორებითაც კი ისმოდა და დიდმა ბრბომ მოიყარა თავი ამ ტერიტორიაზე. საგანგებო სამსახურები მკისიერად მივიდა ადგილზე, სადაც მათ საოცარი სურათი დახვდათ. იქ, სადაც ადრე პაბი იდგა, ეხლა ნანგრევების გროვა იყო. ადგილობრივების გარდა, რომლებიც იცნობდნენ ამ დაწესებულებას, ერთადერთი ამოსაცნობი ნიშანი იყო დაზიანებული აბრა და დარჩენილი საკვამური. ნამსხვრევები ყველგან იყო მიმოფანტული, 100 იარდზე მეტ მანძილზე იმ ადგილიდან, სადაც აფეთქება მოხდა. ნამსხვრევებს შორის იყო საშობაო საჩუქრები და ლუდის გეგები, როცა საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებში გადარჩენილების ძებნა დაიწყეს. და როგორც ექსკალიბურის მახვილი ქრიდან, ქრის ტყვეობიდან ხელი ამოეწია და ელოდა როდის გამოხსნიდნენ. ეს იყო დინი, მისი განსაცმელი განძი ჰქონდა მიწებებული. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც სხეულის მეოთხედზე მიღებული მძიმე დამწრობებისთვის უმკურნალეს. ჰოზი სამწუხაროდ 12 საათის შემდეგ აღმოაჩინეს. ის აფეთქების ადგილს ზემოთ იმყოფებოდა და საბოლოოდ მის ქვემოთ სარდაფში აღმოჩნდა. შენობის ნანგრევებსა და საშობაო კომპეტებთან ერთად ძლიერი სუნიც იგრძნობოდა, რომელიც სწრაფად ამოიცნეს როგორც ბენზინის სუნი. ეს იყო ის გარემოება, რომელმაც სერიოზული ეჭვი გააჩინა და ხელისუფლებას დააჯერებინა, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა შემთხვევითობა არ იყო. ჯოლი ფარმერი, ან ის რაც მისგან დარჩა, დანაშაულის ადგილად გამოცხადდა. გამომძიებლებს დიდხანს არ დასჭირვებიათ, რომ ბენზინის სუნის წყარო დაედგინათ. ის ხის სარდაფის კარებიდან იყო დაღვრილი, საიდანაც კასრებსა და სხვა მარაგებს აწვდიდნენ. სითხე ფაბის ქვეშ დაგროდა და განზრახ დაანთეს. უცნობმა თავდამსხმელმა ეს მოვლენა დეტალურად დაგეგმა. ტელეფონის ხაზებიც კი გაჭრა, რათა შიგნით მყოფებს მაშველებთან დაკავშირება ვერ შეძლებოდათ, თუ ცეცხლს დაინახავდნენ ან კვამლის სუნს იგრძნობდნენ. საქმე მკვლელობის გამოძიებად გადაკვალიფიცირდა დამნაშავის ძიებად, რომელიც იმ საბედისწერო საღამოს არც დაუნახავთ და არც გაუგიათ. გამომძიებლების ინფორმაციით, არც ჯოლი ფარმერს და არც იქ მომუშავეებს არ ყავდათ ცნობილი მტრები. გამომძიებლების საუკეთესო თეორია იყო ის, რომ ეს არასწორი იდენტიფიკაციის შემთხვევა იყო. 2008 წელს ამ მოვლენასთან დაკავშირებით კიდევ ერთი გამოძიება ჩატარდა, მაგრამ პასუხები ვერ მოიძებნა. არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც იმ საღამოს მომხდარი საიდუმლოს ამოხსნას დაიწყებდა და ეს საიდუმლო დღემდე რჩება. კითხვები რჩება. ვინ გაანადგურა ჯოლი ფარმერი? რატომ გააკეთეს ეს? 2011 წლის 11 მარტს იაპონიის ფორმულის მაცხოვრებლებს უხეში გაღვიძება მოუწიათ. მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 9.1 ბალი იყო, ჰანსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მოხდა და მას გამოიწვია მასიური ცუნამი, რომელიც სანაპიროზე მხოლოდ 30 წუთში მივიდა. დაანგრია ზღვის კედლები და მომდევნო დღეებში 3 ბირთვული რეაქტორი მწყობრიდან გამოიყვანა. ეს ცნობილი გახდა როგორც 2011 წლის თოჰოკუს მიწისძვრისა და ცუნამის მოვლენა. ეს იყო კატასტროფა, რომელმაც გაანადგურა სახლები, დააზიანა მიწა, გათიშა ელექტრომომარაგება და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩამწერილია 15,899 გარდაცვლილი, 2526 დაკარგული და 6000-ზე მეტი დაშავებული. 123,000 სახლი დაინგრა და კიდევ მილიონი სახლი დაზიანდა.
Tsunami, რომლის სიმაღლე იყო 12 ფუტი და სიჩქარე 500 მილი-საათში უმეტესად, სწორედ მან გამოიწვია ზიანი. ისინი, ვინც ამ საშინელი მოვლენისგან გადარჩნენ, დარჩნენ უსახლკაროდ, უჭმელად და თავიანთ გონებაში სამუდამოდ დარჩათ ეს შემზარავი სურათი. ამ უკიდურესად ტრაუმული მოვლენის შემზარავ სურათებთან, სტატისტიკასა და ზიანთან ერთად არსებობს საიდუმლო, რომელიც ახსნას არ ექვემდებარება. ეს იყო საიდუმლო მოჩვენებების სავარაუდო ხილვების ტაოტესა და აუხსნელი შეხვედრების შესახებ, რომელიც ცუნამის მიერ გამოწვეული განადგურების შემდეგ დაიწყო. ზუსტად მაშინ, როცა სანაპიროზე ცხოვრება ნორმალურ რეჟიმს უბრუნდებოდა, უცნაური ხილვები დაიწყო. ტაქსის მცხოვრებმა ყველაზე დაზარალებულ რაიონებში, როგორიცაა სენდაი ან იშინომაკი, რამდენიმე შემაშფოთებელი ისტორია მოყვეს. რამდენიმე მცოლი ამტკიცებდა, რომ ისინი იღებდნენ მგზავრებს, რომლებიც იდუმალად ხრებიან მგზავრობის შუაში, სანამ დანიშნულების ადგილამდე მიაღწევდნენ. ხშირად მგზავრები უთითებდნენ მისამართებს, რომლებიც აღარ არსებობდა უბნებში, რომლებიც ცუნამბებით ცუნამმა გაანადგურა. ცუნამის შემდეგ ტაქსის მცხოვრები ამბობდნენ, რომ უკანა სავარძლები უცნაურად ცივი იყო და მათ ჰქონდათ დაბნეული საუბრები ამ მოჩვენებით მგზავრებთან. ხშირად ასრულებდნენ მარშრუტებს მაშინაც კი, როცა მგზავრები ხრებია. სვან მცხოვრებლებმა დაინახეს ცუნამით დასრულებული ფიგურები, ნივთები, რომლებიც აუხსნელად მოძრაობდნენ და ელექტრონიკა, რომელიც უცნაურად იქცეოდა. მიუხედავად სკეპტიკოსების მტკიცებისა, რომ ეს პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა იყო, ადგილობრივები თავიანთ ისტორიებს მაინც ინარჩუნებდნენ, რაც ამ ამბავს დამაინტრიგებელ და შემაშფოთებელ საიდუმლოდ ტოვებდა. ჩრდილოეთ კაროლაინის უნივერსიტეტის სკოლში არსებული იდუმალი ლეგენდის მიხედვით, ახალგაზრდა სტუდენტი სასტიკი დანაშაულის მსხვერპლი გახდა, როცა ცდილობდა სხვა სტუდენტის გრძნობების მოპოვებას. 1833 წელი იყო, როდესაც პიტერ დრამგული უიმედოდ შეუყვარდა ფანი, სტუდენტი ჩაპელ ჰილიდან. ორივე თითქმის მაშინვე წველი გახდა და ფარულად ხვდებოდნენ კლდის მახლობლად მდებარე ბრტყელ ქვასთან. მათი სიყვარული შეუდარებელი იყო და სასიყვარულო რომანს ჰგავდა. ეს ესე იყო, სანამ მეორე თაყვანისმცემელმა მოულოდნელად ყველაფერი არ გააფუჭა. ამ თაყვანისმცემლად პეტრეს კარგი მეგობარი აღმოჩნდა, რომელიც ასევე უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. პეტრემ შენიშნა, რომ ისიც ცდილობდა ფანის გულის მოგებას, რამაც პეტრეში ძლიერი ეჩვიანობა გამოიწვია. ლეგენდის მიხედვით, ემოციებზე მოქმედების ნაცვლად, მან უბრალოდ სადა თავი აერიდებინა მეგობრისთვის. მაგრამ მეგობარი მაინც არ ანებებდა თავს და ერთ დღეს ყველაფერი კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ორივე ვიწრო ბილიკზე შეხვდა ერთმანეთს, განზრახული მხრის დაჯახება კი ცხარე კამათში გადაიზარდა. მოწინააღმდეგემ პეტრე დუელში გამოიწვია, რომელიც როგორც ამბობენ, პეტრეს სიცოცხლე შეიწირა. პანიკაში მყოფმა მოწინააღმდეგემ და მისმა ორმა მეგობარმა სხეული წაიღეს ბრტყელ კლდესთან, სადაც პეტრე და ფანი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათ ამოთხარეს არაღრმა საფლავი და თავიანთი მსხვერპლი დამარხეს. ფანი, რომელსაც არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ მის საყვარელს რამე შეემთხვა, ისევ მიდიოდა კლდესთან და ყოველდღე ელოდა მას. მისი არყოფნის გარდა ერთადერთი მინიშნება იყო წითელი ლაქები კლდეზე, რაც მიანიშნებდა, რომ მის საყვარელს რაღაც ცუდი შეემთხვა. ლეგენდას საუკუნეების განმავლობაში გადმოსცემდნენ, სანამ ცნობის მოყვარე მკვლევრებმა არ გადაწყვიტეს, ეძებნათ პიტერ დრამგულის სავარაუდო სხეული, მაგრამ მათის ვერასდროს იპოვეს. მკვლევრებმა დაიწყეს დაჯერება, რომ მთელი ეს ამბავი მხოლოდ მითზე იყო აგებული და უნივერსიტეტის ლეგენდებს ამატებდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამბის ზოგი ნაწილი მართალია. პიტერ დრამგული იყო ჩაპელ ჰილში მდებარე ჩრდილოეთ კაროლაინის უნივერსიტეტის ნამდვილი სტუდენტი, რომელმაც 1833 წლის იანვარში მამას წერილი მისწერა და აცნობა, რომ მისაღები გამოცდა ვერ ჩააბარა. მის მამას არ ესიამოვნა შვილის ჩაჯრა, მაგრამ კიდევ უფრო გაამძაფრა მისი რისხვა უნივერსიტეტის ერთ-ერთი თანამშრომლის წერილმა, რომელშიც მინიშნებული იყო, რომ პიტერი თავაშებულ ცხოვრებას ეწეოდა. ამის შემდეგ მწარე წერილების გაცვლა მოხდა, ხოლო ბოლო წერილში ეწერა: გადავწყვიტე, აღარასოდეს ვნახო იმ მშობლის სახე, რომელსაც ასე ცოტა პატივისცემა გამოუცხადე. და დაამატა, რომ ევროპაში გემით გამგზავრებას აპირებდა. შემდეგ პიტერი იდუმალ ვითარებაში გაუჩინარდა თავისი საცხოვრებლიდან. მან ბევრი თავისი ნივთი დატოვა და ჩაპელ ჰილის ვაჭრისთვის ვალიც არ გადაიხადა. ერთმა ოთახის მეზობელმა დაკარგული მამაკაცი ახასიათა როგორც ცვალებადი ხასიათის და ველურობისკენ მიდრეკილი პიროვნება. და ამის შემდეგ პეტერის გადაადგილებების შესახებ აღარ არსებობს არანაირი ჩანაწერი. ის უბრალოდ გაუჩინარდა იმ დღეს, გაუჩინარდა უცნობში და მალე ლეგენდად იქცა. შემზარავი და იდუმალი მოვლენები მხოლოდ ეკლესიებს, ცას ან უბნების ჩრდილებს არ შემოიფარგლება. ეს შემაშინებელი შემთხვევები შეიძლება ნებისმიერ ადგილას მოხდეს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი მომსწრე გახდეს. ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი ადგილი აუხსნელი მოვლენისათვის კი კოსმოსური ცენტრი იქნებოდა. ისიც კი, რომ ამას ოფიციალური თანამშრომელი შეესწრება, ალბათობის ფარგლებს სცდება. თუმცა 1926 წელს სწორედ ეს მოხდა.
Houston-ში, Texas-ში კარიერი ღამე იყო და სიბნელე NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრს ეფარებოდა. საღამოს სამუშაოს ასრულებდა NASA-ს არქივარიუსი ფრენკ შოუ, რომელმაც ახლახან დაასრულა მორიგეობა და ავტოსადგომზე თავის მანქანისკენ მიემართებოდა. ოპიში საკმაოდ მშვიდი და არაფრით გამორჩეული დღე იყო. თუმცა ფრენკ შოუსთვის დღე ბევრად უფრო საინტერესო უნდა გამხდარიყო, მაგრამ არა იმ გზით, როგორც ის წარმოიდგენდა. რადგან როცა მანქანასთან მიუახლოვდა, არქივარიუსი შეჩერდა, როცა თვალის კუთხიდან რაღაცის მოძრაობა შენიშნა. თავი მაღლა ასწია და თვალი გააყოლა უზარმაზარი ჯონსონის კოსმოსური ცენტრის შენობის ზედა ნაწილს. თვალები მოჭუდა რაღაცაზე, რამაც ზურგში ცივი ჟრუანტელი გაუშვა და ინანა, რომ მანქანაში უფრო სწრაფად არ ჩაჯდა. ზედაცვერზე მოთავსებული იყო სანახაობა, რომელმაც მხოლოდ შიში ჩაუნერგა. ეს იყო არსება, რომელიც მან არასდროს ენახა. დიდი და ღამისავით შავი. მას ჰქონდა უზარმაზარი, ღამურის მსგავსი ფრთები ჰქონდა და გარგუილს გავდა. შიშიანად გაშეშებულ შოუს არაფერი შეეძლო, გარდა იმისა, რომ მიშტერებოდა მას. ისე იყო, თითქოს ყველა კოშმარი მის თვალწინ განხორციელდა და მათთან ერთად მოსული შიში მთელ მის ხელში ტრიალებდა. მონსტრმა როგორც ჩანს შენიშნა შოუ და თავისი გამჭოლი მზერა მის თვალებს მიაპყრო. არქივარიუსი მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ გარგოილი თითქოს სიამოვნებას იღებდა იმ პანიკით, რაც გამოიწვია. შემდეგ არსებამ ფრთები გაშალა და ხამეში გაფრენისას ხრაშუნის ხმა გამოსცა. ხამე. კაცს კიდევ რამდენიმე წუთი დაასჭირდა, სანამ საკმარისად დამშვიდებოდა და შეძლებდა მოძრაობას. მან კანკალი ჩაჯდა მანქანაში და სახლისკენ გაემართა. სახლში ოჯახი მის დაბრუნებას ელოდებოდა. ის ჩვეულებრივ ზეგვიან დაბრუნდა, რამაც მათში შეშფოთება გამოიწვია. როგორც კი შოუ სახლში მივიდა, მათ მაშინვე გააცნობიერეს, რომ რაღაც რიგზე არისო. შოუ ფერმკთალი და სუნთქვაში აკრული იყო და მალევე დაიწყო ყველაზე გიჟური ამბის მოყოლა, რაც კი ოდესმე გაუგონიათ. რა თქმა უნდა, ოჯახმა არ დაუჯერა და იფიქრა, რომ ალბათ არასწორად გაიგო ის, რაც ნახა. ერთად გადაწყვიტეს, რომ შოუს ამის შესახებ არავისთვის უნდა ეთქვა და შოუმაც სიტყვა შეასრულა, როცა ცდილობდა ის ღამე გონებიდან ამოეშალა. თუმცა ამ საშინელი არსების ფიქრით შეპყრობილმა მან ეს საიდუმლო მეგობარს გაუმხილა, რომელიც მისი ზედამხედველიც იყო. შოუ ელოდა, რომ მაშინვე გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან, მაგრამ პასუხმა სასიამოვნოდ გააოცა. ზედამხედველმა უთხრა, რომ ის პირველი არ იყო, ვისაც გარგოილი ენახა. როგორც ამბობენ, საქმე უკვე გახსნილი იყო წინა დანახვისა და კოსმოსურ ცენტრში ორი მცრელი საუხსნელი გარდაცვალების შემდეგ. შოუს შვება იგრძნო, მაგრამ ის ფაქტი, რომ არ იყო შეშლილი ან არსება არ მოეჩვენა, ახალ კითხვებსა და უფრო დიდ რისკებს აჩენდა. რას ხედავდნენ ის და სხვა მოწმეები ჰიუსტონში? 1982 წელი იყო, როდესაც ბელგიაში ერთ-ერთი ყველაზე თავხედური და შემაშინებელი დანაშაული მოხდა. ეს იყო ნუელ-ნუელგეს თავდასხმა, რომელიც ორი უშიშარი კაცისგან შედგებოდა. ისინი იყვნენ დამთრგუნველი კაცები, გამორჩეული ბრწყინვალე ულვაშებით, აღწერილი როგორც მოხუცი და ცხოვრებით დაღდასმული. ხანდახან მათ უერთდებოდა მესამე კაცი, რომელიც მსგავსად იყო აღწერილი და ერთად ისინი ქაოსს თესავდნენ დენამში. ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დანაშაულებრივ სერიას ჩადიოდნენ. თავდაპირველად ამ კაცებთან დაკავშირებული დანაშაულები დაიწყო იმ წლის 10 მაისს ბრიუსელში, როდესაც ამ ორმა თავხედმა ქურდმა ორი მანქანა მოიპარა. ერთ-ერთი იყო Austin Allegro, რომელიც მოგვიანებით ცუდი მდგომარეობის გამო მიატოვეს. მეორე მანქანა იყო VW Santana, კარგ მდგომარეობაში, რომელიც პირდაპირ შოურუმიდან მოიპარეს. აგვისტოში Santana გაქცევის მანქანა იქცა და ცვილმა დახურვის შემდეგ ფრანგულ სასურსათო მაღაზიაში შეიჯრა, თან იარაღები ჰქონდათ. პოლიცია გაფრთხილებული იქნა მიმდინარე ძარცვის შესახებ და ადგილზე მივიდა, თუმცა ტყვირის კვიების გაცვლისას დაჯრილები აღმოჩნდნენ. სექტემბრის ბოლოს დღისით 3 შეიარაღებული მამაკაცი შეიჯრა იარაღის მაღაზიაში. კლიენტები და თანამშრომლები იატაკზე დააწვინა და სისტემატურად ეძებდა იარაღებს. მოწმეებმა ისინი აღწერეს როგორც მეთოდურები, რომლებიც ზუსტად იცოდნენ, რას ეძებდნენ. კიდევ ერთხელ პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, თუმცა თავდამსხმელებმა ისინი სასიკვდილო დაჭვეს. ამ ძიმე შემთხვევის ბოლოს 15 იარაღი იყო მოპარული, მათ შორის ნახევრად ავტომატური შაშხანები და პისტოლეტები. 23 დეკემბერს BRCL-ის სასტუმროში მომუშავე მზრუნველს სასიკვდილოდ დაჯრიან და ზოგიერთი წყაროს მიხედვით სავარაუდოდ აწამეს კიდეც. სხვერპლი იყო ჰოსე ვან დენ ეინდე, ესპანეთის ლიდერ ფრანცისკო ფრანკოს ფარდამჭერი, რომელიც ხშირად დადიოდა სროლის ტირებზე, რომლებიც როგორც ამბობდნენ, ნიუელგეს ბანდის დანაშაულებებში ეჭვმიტანილთა თავშეკრის ადგილებად ითვლებოდა. 1982 წლის ბოლოს პოლიციას ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ ეს დანაშაულები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს შემთხვევები შემთხვევითი, იზოლირებული და სპორადული ინციდენტები იყო.
სერიული დანაშაულები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და 1983 წლის 9 იანვარს ტერორი გაგრძელდა, რაც დაიწყო ტაქსის საბარგულში გვამის აღმოჩენით. დანაშაულის ადგილზე სიგარეტის ნამწვავი იპოვეს, მაგრამ მასზე არსებული დნმ არც ერთ ეჭვმიტანილს არ დაუკავშირეს. თებერვალში მესამე კაცის დახმარებით ჟენუალში სასურსათო მაღაზია დააღაჩავეს. ამჯერად თავდასხმა ფულზე იყო ორიენტირებული და ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა სერიოზულად. 2 დღის შემდეგ ქალი იძულებული გახდა თავისი VW Golf-დან გადმოსულიყო და კარგად დააგვირდა ეჭვმიტანილს, რის შედეგადაც მოგვიანებით ერთ-ერთი მოწმის ესკიზი შეიქმნა. იმავე თვეში მექანიკოსის სახელოსნოდან Audi მოიპარეს, ხოლო კიდევ ერთი სასურსათო მაღაზია გაძარცვეს. გაქცევის მანქანად კი VW Golf-ი გამოიყენეს. მარტში კიდევ ერთ სასურსათო მაღაზიაზე მიიტანეს თავდასხმა ამ მამაკაცებმა, რომლებმაც სასიკვდილოდ დაჭრეს მენეჯერი, ხოლო ფულით გაქცევისას რამდენჯერმე ესროლეს მაღაზიაში, რაც მათ დაუნდობელ ხასიათზე მიუთითებს. 1983 წლის ბოლოსთვის პოლიცია ოფიციალურად დაბნეული იყო და ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ყველა ამ დანაშაულს ერთი და იგივე დამნაშავეების ჩადიოდნენ. და ეს გაგრძელდებოდა 1986 წლამდე, მომდევნო 3 წლის განმავლობაში მსგავსი თავდასხმები გრძელდებოდა. სერიული თავდასხმების ბოლოს ნიველგეს ბანდას ჩადენილი ჰქონდა 20 თავდასხმა, 40 დაჭრა და 28 მკვლელობა. და პოლიციას მხოლოდ 3 ეჭვმიტანილის ბუნდოვანი აღწერილობები ჰქონდა. ერთ-ერთს მეტსახელად გიგანტი შეარქვეს, კაცი რომელიც 6 ფუტზე მაღალი იყო და მას ჯგუფის ლიდერად მიიჩნევდნენ. მეორე კაცი 30-ებში იყო, თითქოს ლიდერზე უფროსი. ისიც მაღალი იყო, მაგრამ გიგანტივით მაღალი ნამდვილად არ ყოფილა. ეს იყო ის ადამიანი, ვინც მსხვერპლებს დასცინოდა და აბუჩადიგდებდა. ისიც იყო ის, ვინც იარაღს უფრო ხშირად იყენებდა. მესამე მამაკაცი, რომელიც იშვიათად ჩნდებოდა დანაშაულის ადგილას, მოხუცად ან ძღოლად მოიხსენიებოდა. ის ბევრად უფროსი იყო დანარჩენ ორზე, უხეში, დანაოჭებული და დაბალი. ის მონაწილეობდა თავდასხმებში და გაქცევის მანქანის მძღოლი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი დაისახა ინტერესის ობიექტად, დანაშაულებრივი სერია არასოდეს გახსნილა. არსებული თეორია ამტკიცებდა, რომ დამნაშავეები პროფესიონალი კრიმინალები იყვნენ და შესაძლოა უკიდურესად მემარჯვენე ექსტრემისტებთან ჰქონდათ კავშირი. სასწაულების შესახებ ჭორები ხშირად ბევრს უჩენს კითხვას. ნამდვილად წმინდა მოვლენაა ეს, თაღლითობა თუ მასობრივი ისტერიის გამოვლინება. როდესაც საქმე ეხება ღვთისმშობელი მარიამის ხილვებს და მის სავარაუდო ღვთაებრივ გზამილს, რომელიც ზოგჯერ ახალ ამბებში ხდება, ჩვენც ვერ ვიკავებთ თავს და იმავეს ვეკითხებით. ესეთი იყო შემთხვევა კიდევ ერთი სასწაულებრივი მოვლენისა, რომელიც დაიწყო 1973 წლის 12 იანვარს. Sister Agnes Katsuko Sasagawa, იაპონელი მონაზონი, რომელიც კრუ იყო, პირველი გახდა, ვინც განიცადა უცნაური და აუხსნელი ხილვები. იმ დღეს მან დაინახა ბრწყინვალე სინათლის სხივი, რომელიც გამოდიოდა ტაბერნაკულუმიდან, მორთული ჩაკეტილი ყუთიდან, რომელიც ღმერთის ყოფნას აღნიშნავდა ხალხში. ეს იდუმალი იყო და ნამდვილად შოკში ჩააგდოდა აგნეს. საბოლოოდ ეს აზრი მის გონებაში გაქრა, მაგრამ 2 დღის შემდეგ იდუმალი სინათლე კვლავ გამოჩნდა, რაც მიანიშნებდა უცნაური მოვლენების სერიის დასაწყისზე, რომლებსაც ის შემდგომში განიცდიდა. 28 ივნისს მონაზონს მოულოდნელად დაეწყო ეგრეთ წოდომლე სტიგმატა, ჭრილობები, რომლებიც შემთხვევით ჩნდება ადამიანის კანზე და ხშირად ჯვარცმის ნიშნებს ემთხვევა. ჭრილობა მის მარცხენა ხელზე გაჩნდა და ჯვრის ფორმა ჰქონდა. ჯაგნესის ხელზე დარჩა წითლად იყო შეღებილი და ტკივილისგან პულსირებდა. ამის შემდეგ ახლოს მდებარე ხის მარიამის ქანდაკება განათდა. დღეები გადიოდა სხვა შემთხვევის გარეშე, სანამ ივლისის დასაწყისში არსება საბოლოოდ არ დადაწყვიტა სიტყვებით მიემართა მისთვის. როცა სამლოცველოში ლოცულობდა, კაცუიას ხის ერთი ნაჭრისგან გამოკვეთილი, ნეტარი ქალწული მარიამის ქანდაკება გზავნილის მატარებელი გახდა. მისგან ხმა გამოვიდა, რომელიც აგნესმა სასწაულებრივად გაიგონა. ხმა განაცხადა, რომ მისი სიკრუე მალე განიკურნებოდა. მას ასევე დაავალეს ელოცა კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად და ყველაფერი რაც ენახა უფროსისთვის ეცნობებინა. იმავე დღეს ეკლესიის სხვა მონაზვნებმა შენიშნეს, რომ ქანდაკების ხელიდან წითელი სითხე წვეთავდა. 4-ჯერ განმეორდა ეს მოვლენა, რამაც ეკლესიაში შიშის ტალღა და ინტერესიც გამოიწვია. ამბობენ, რომ ჭრილობა, რომელიც ქანდაკების ხელზე გაჩნდა, რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩა იქ, სანამ 29 სექტემბერს უცნაურად არ გაქრა. შემდეგ დებმა შენიშნეს, რომ ღვთისმშობლის ყელზე და შუბლზე ოფლი გაჩნდა. რამდენიმე დღის შემდეგ და ადნეს მეორე შეტყობინება მიუვიდა. ამჯერად ხმამ აუხსნა, რომ უფლის გულისწყრომა იზრდებოდა და ეს მიუთითებდა, რომ კაცობრიობას დიდი სასჯელი ელოდა.
კлау მონაზონს დაავავეს, რომ თავისი უფროსისთვის ეცნობებინა ის, რაც უთხრეს. 3 ოქტომბერს და აგნესმა მიიღო თავისი მესამე და საბოლოო გზავნილი ხილვისგან, რომელსაც უწოდეს აკიტის ღვთისმშობელი. ხმან დაიწყო იმით, რომ გზავნილი გადაეგზავნებოდა მის უფროს. ის თითქოს განმარტავდა, რომ ადამიანები არ ინანიებენ და არც უკეთესდებიან და ამის გამო მამა დიდ სასჯელს დაატეხს კაცობრიობას. მონაზონი ამკიცებდა, რომ ხმამ უთხრა, დემონი ბევრ სულს მოიკრებს და ცოდვების ზრდისთვის მიტევება აღარ იქნება. დარჩენილ დედაოებსა და მათ წინამძღვარს ამ სიტყვებმა შიში მოუგვარა. ეს მუქარა იყო და კიდევ უფრო შემზარავი ის იყო, რომ თითქოს და მომდევნო 6 წლის განმავლობაში მოულოდნელად შეწყვეტამდე ქანდაკების თვალებიდან სიცოცხლისთვის აუცილებელი სითხე წამოდიოდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და იაპონიის კათოლიკურმა ეკლესიამ ის ნამდვილ მოვლენად აღიარა. ისინი თვლიდნენ, რომ ეს წმინდა მოვლენა იყო, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოებისთვის ეს გაუგებარი დარჩა. რა მოხდა სინამდვილეში აქ? ეს ყველაფერი თაღლითობა იყო, როგორც ბევრი სხვა შემთხვევა? თუ აქ რაღაც უფრო ბოროტი და საშიში იმალებოდა? Jessica Lynn Guarino, Sam Des Umterasi, გაიზარდა უნიკოის საგრაფოში, ტენესის შტატში. 2011 წელს, როცა ის 21 წლის იყო, კარსონ კამერონმა მას თვალი დაადგა 52 წლის მამაკაცმა, რომელიც ცხოვრობდა გოლდსბოროში, ჩრდილოეთ კაროლინაში და ჰყავდა რამდენიმე თანამცხოვრები. მისი ოჯახი, რომელიც ამ ურთიერთობას არ ამტკიცებდა, ცდილობდა ჯესიკა კარსონ კამერონისგან დაეშორებინა რამდენიმე მიზეზის გამო, მაგრამ ჯესიკა თავით იყო შეყვარებული და მათი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. შობას, როცა ახალგაზრდა ქალი ახალ მეგობარ ბიჭთან Old Grantham Road-ზე გადავიდა საცხოვრებლად. ასაკობრივი განსხვავების გარდა, გუარინოს ოჯახს ნარკოტიკების მოხმარებაც აშფოთებდა. ჯესიკას, როგორც ამბობენ, ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების ისტორია ჰქონდა, ხოლო კამერონი სავარაუდოდ კვლავ ხშირად იყენებდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობა არ წყდებოდა, ოჯახი მუდმივად კონტაქტში იყო. ყოველ შემთხვევაში ასე იყო 2012 წლის იანვრის ბოლო დღეებამდე, როცა ჯესიკა ბოლოს დაუკავშირდა თავის ნათესავებს. ის ესაუბრებოდა თავის დას ეშლის. მან ეშლის უთხრა, რომ ხელფასს მხოლოდ შემდეგ კვირაში მიიღებდა და იმ დროისთვის ტელეფონზე წუთები აღარ ექნებოდა. შემდეგი კვირა გავიდა 21 წლის გოგონასგან ყოველგვარი შეტყობინების გარეშე და მალე აშკარა გახდა, რომ ის დაკარგული იყო. მას შემდეგ, რაც ვეინის ოლქის შერიფის დეპარტამენტში განცხადება შევიდა, მისი ბოლო გადაადგილებები კაროლინას მკურნალობის ცენტრამდე მიიყვანეს, რომელიც გოლდსბოროში, აღმოსავლეთ ეშის ქუჩის 1700 ბლოკში მდებარე ამბულატორიული დაწესებულებაა, ჩრდილოეთ კაროლინაში. ის იქ იყო 2012 წლის 23 იანვარს, მაგრამ არავინ არის ზუსტად დარწმუნებული, სად წავიდა შემდეგ. თუმცა მოგვიანებით მისმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ის ნახა 25 იანვარს, 2 დრით მოგვიანებით. ვეინის ოლქის შერიფის დეპარტამენტმა ასევე აცნობა ირვინის პოლიციის დეპარტამენტს ტენესიში, რომელმაც ჩაატარა საკუთარი გამოძიება და კარგული ქალის კვალს ეძებდა. გამომძიებლები მალე მივიდნენ კარსონ კამერონის კართან, რომელსაც უცნაური ისტორია ჰქონდა მოსაყოლი. მისი თქმით, მისთანან ცხოვრებმა შეყვარებულმა მოულოდნელად დატოვა სახლი ღამის შუაგულში, არაფერი უთქვამს და ყველა პირადი ნივთი იქ დატოვა. მაგრამ კარსონის ამბავს მალე შეეწინააღმდეგებოდნენ, როცა გამომძიებლები მის თანამოსახლეებს მიმართეს. მეზობლები, რომლებიც კამერონთან და ჯესიკასთან ერთად ცხოვრობდნენ, ამტკიცებდნენ, რომ მსხვილი სინამდვილეში ერთად წავიდა ღამის შუაგულში, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მხოლოდ ერთი მათგანი დაბრუნდა. საინტერესოა, რომ ჯესიკას საკვების ბარათი კვლავ გამოიყენებოდა მინიმუმ 1 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მისი გაუჩინარება განაცხადეს. ბარათი გამოიყენეს 2 ადგილას: ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში და გოლდსბოროში, ჩრდილოეთ კაროლინაში. ჯესიკას არც ერთი სოციალური ქსელი არ გამოუყენებია იანვრიდან. მომდევნო თვეებში კამერონი დააკავეს სხვა უცნობი ბრალდებებით, მაგრამ ის მაინც უარს ამბობდა და ელაპარაკა დაკარგულ შეყვარებებულზე ან საქმეზე, არ აძლევდა არანაირ ინფორმაციას, რაც მის პოვნას შეუწყობდა ხელს და აშკარა იყო, რომ ის იყო ბოლო ადამიანი, ვინც ჯესიკა ნახა. იმ საბედისწერო საღამოს მან ჯესიკას გაჰყვა და უკან მის გარეშე დაბრუნდა. ჯესიკას ადგილსამყოფელი კვლავ შემაშფოთებლად უცნობია. მისი გაუჩინარების გარემოებები კვლავ ბუნდოვანია, ხოლო კამერონი ჯერ კიდევ ეჭვისა და დაუწმუნებლობის ჩრდილშია მოქცეული. ჯესიკას ოჯახი აღჯერა, რომ ის მათთან კონტაქტის გარეშე წავიდოდა. ამ საქმეში მხოლოდ რამდენიმე მცირე კვალი არსებობს და ის დღემდე დაკარგულად ითვლება საკმაოდ შემზარავ გარემოებებში. სუჰუკო კიუჩიმ საინტერესო ცხოვრება განლო. ის იყო მწერალი და კომეტების მაძიებელი, რომელმაც თავისი ცხოვრების განმავლობაში 4 კომეტა აღმოაჩინა. ამ კომეტებიდან ერთ-ერთი მის სახელსაც კი ატარებს. ამ ციური ობიექტების პოვნა ადვილი არ არის, რადგან ისინი ვარსკვლავებზე ნაკლებად ანათებენ.
Q-ში ამიტომაც დიდ კოსმოსურ თოვლის გუნდების მონადირედ მიიჩნეოდა. მაგრამ იყო კიდევ რაღაც უფრო გამორჩეული, რამაც ეს ადამიანი ცუდად სახელგანთქმული გახადა. საიდუმლო, რომელიც იმდენად უცნაურია, რომ მეცნიერები დღემდე მისი ისტორიით თავგზააბნეულნი არიან. მისი ისტორია დაიწყო 1967 წელს, როდესაც ის 22 წლის იყო და მუშაობდა იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებში. როგორც ფრენების დისპეჩერი, ის აკონტროლებდა ავიაციურ ოპერაციებს, განსაკუთრებით ჰიაკურის საჰაერო ბაზისთვის ომიტამაში, იბარატის პრეფექტურაში. ერთ საღამოს, როცა მუშაობდა, Q-ში მუცლიდან გავრცელებულმა ძლიერმა ტკივილმა მოიცვა. მისმა თანამშრომლებმა სწრაფად შეამჩნიეს ეს და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში Q-ში დაუდგინდა 12 გოჯა ნაცლავის გაუვალობა. ეს მდგომარეობა შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს, სიმპტომი, რომელსაც ახალგაზრდა კაცი ვერ აიცილებდა. რამდენიმე წუთიანი რეანიმაციის მცდელობის შემდეგ იგი გარდაცვლილად გამოაცხადეს და ასე დასრულდა ყველაფერი. ექიმებმა ხალათები გაეხადეს და ცხედრისთვის მზადება დაიწყო. 30 წუთის შემდეგ საავადმყოფოს პერსონალი უკვე ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდა. შემდეგ კი რაღაც მართლაც აუხსნელი მოხდა. Q-ში გამოფეზლდა. ის ისე გაცოცხლდა, თითქოს ღრმა ძილში იყო, მაგრამ ასე არ იყო. რამდენიმე ექიმი იქ იყო მისი გარდაცვალებისას და მათი მცდელობები მისი გაცოცხლებისა უშედეგო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბერს ეგონა, რომ Q-ში ამდენ ხანს არ ყოფნის შემდეგ ტვინის დაზიანებას ან სხვა ჯანმრთელობის პრობლემებს მიიღებდა, ის სრულად ჯანმრთელი იყო. გარდა იმისა, რომ თითქმის მარადიულ ძილში ყოფნისას საკმაოდ უცნაური გამოცდილება ჰქონდა. სრული სიბნელეში მისვლისას Q-ში შორიდან სინათლე შენიშნა. ის სინათლე საბოლოოდ გვირაბი აღმოჩნდა, რომლისკენაც Q-ში აუხსნელად მიიზიდა. შესვლისთანავე ის ახალ სცენაში აღმოჩნდა, რომელიც სავსე იყო ყვავილებითა და აყვავებული მწვანე მინდვრით. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ Q-ში ამტკიცებდა, რომ სხეულის სრული შეგრძნება ჰქონდა. ის ფეხში შველი დადიოდა და ფეხქვეშ მიწასა და ბალახს გრძნობდა. მან მალე აღმოაჩინა მდინარე, რომელშიც ნავი ირწეოდა. ის ნავში ჩაჯდა და ხელებით დაიწყო ნიჩბის მოძრაობა, რაც საკმაოდ დამღლელი იყო და მეორე ნაპირზე მისვლისას უკვე დაღლილი გრძნობდა თავს. როცა ნაპირზე მივიდა, Q-ში შეამჩნია, რომ მარტო არ იყო. უკვე 5 უცნობი მიუახლოვდა მას. ერთმა კი ჰკითხა, რატომ იყო იქ? კაცი იმდენად გაოგნებული იყო, რომ ვერაფერი თქვა და თავადაც არ იცოდა პასუხი. ჯგუფში მყოფი ქალი მას მთისკენ წაუძღობოდა და სწორედ იქ მიხვდა, ვინ იყვნენ ეს უცნობები. ისინი მისი გარდაცვლილი ბიძაშვილი და ბებია ბაბუა იყვნენ. ამ აღმოჩენის შემდეგ Q-ში მთაზე სახე შეხვდა, რომელმაც რაღაც უთხრა, მაგრამ ვერ გაიხსენა. რამდენიმე წუთში Q-ში საავადმყოფოში გამოფხიზლდა. თითქოს გრძნობდა, რომ სუნთქვა და გულის სემა შეწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო თავის ფიზიკურ სხეულში დაბრუნებული. მისი ოჯახი, რომელიც ცრემლიანი ლოყებით ეხვია, ვერცერთ სიტყვას ვერ ისმენდა, რასაც ის ამბობდა. Q-ში დედასაც კი გაჰყვა ოთახიდან და მოისმინა, როგორ ესაუბრებოდა ის მის დებს და ათხოვინებდა მათ მის გარდაცვალებას. მას შემდეგ, რაც Q-ში გაცოცხლდა და ოჯახი გაოგნებული დარჩა, მან შეძლო გაეხსენებინა საუბარი, რომელიც დედამისს ჰქონდა მის ორდასთან. ყველანი გაოგნებულნი დარჩნენ ამ განცხადებით. ამის შემდეგ Q-შიმ დაიწყო სხვა მოვლენების გახსენება, რომლებიც მას გადახდა. ერთ-ერთ გამოცდილებაში ის ათასობით წლით უკან დაბრუნდა დიდ წარღვნის ეპოქაში. მან აღმოაჩინა, რომ წყლები მოდიოდა კომეტიდან, რომელიც დედამიწასთან ძალიან ახლოს იყო გაფრენილი. გრავიტაციულმა ძალამ კომეტიდან ყინული დედამიწის ატმოსფეროში გადმოიტანა, რამაც უზარმაზარი წვიმა გამოიწვია და ზღვის დონე ერთიანად 2000 მეტრით აიწია. ამბობენ, რომ Q-შიმ სამყაროს შექმნა განიცადა. ის ამტკიცებდა, რომ დროის უკან დაბრუნდა და ყველაფრის დასაწყის მიაღწია. ეს იყო გამოცდილება, რომელმაც აიძულა თავიდან გადაეხედა დიდი აფეთქების თეორიისადმი რწმენას და ამის ნაცვლად წარმოედგინა უფრო დიდი უნივერსალური გონების არსებობა, სადაც სამყარო ერთ დიდ ცნობიერებად აღიქმება. ახალგაზრდა კაცს ასევე შეეძლო მომავლის ზოგიერთი ასპექტის წინასწარმეტყველება და ამტკიცებდა, რომ 80-იან წლებში კაცობრიობამ აღმოაჩენდა მტკიცებულებებს უძველესი სამყაროს განვითარებული ცივილიზაციის შესახებ. 2024-დან 2027 წლამდე სამხრეთ ამერიკაში აღმოაჩენდნენ გიგანტურ ჩონჩხებს. ეს ყველაფერი 30-დან 40 წუთამდე მოხდა, რის შედეგადაც Q-ში დარჩა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით. ექიმები და მეცნიერები გაოცებულნი დარჩნენ მისი გაცოცხლებით და იმ უცნაური ისტორიებით, რომლითაც ის დაბრუნდა. საშინელმა ფენომენმა, სახელად ფანტა, ან ყალბის სოციალური მუშაკი, 1990-იან წლებში დიდი ბრიტანეთი და აშშ-ში მოიცვა. უცნობი პირები, ხშირად კარგად ჩაცმულები, თავს სოციალური მუშაკებად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედდებად ან მსგავს პროფესიონალებად ასაღებდნენ, რათა სახლებში შესვლის უფლება მიეღოთ, ხშირად სოციალური მდგომარეობის შემოწმების ან ვაქცინაციის საბაბით.
ნიშნულოვანი შემთხვევა მოხდა 1990 წელს შეფილდში, სამხრეთ იორკშირში, როდესაც ორი ქალი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ NSPCC-დან იყვნენ, ელისაბეთ კოპლენდს სახლში ესტუმრნენ. 2 დღის შემდეგ აგენტები სხვა წველი დაბრუნდა და დაემუქრა, რომ ბავშვებს საართმევდნენ, თითქოს და რისკის შეფასების საფუძველზე. კოპლენდის ზარმა შესაბამის ორგანოებში გამოავლინა, რომ NSPCC-ს არც ერთი ვიზიტის ჩანაწერი არ ჰქონდა, რამაც ოპერაცია Child Care-ის დაწყება გამოიწვია. კიდევ ერთი შემთხვევა 1991 წელს ირლანდიის ქალაქ ბლესინგტონში ეხებოდა ქალს, რომელიც თავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედდად ასაღებდა. იცოდა პატარა ბიჭის სახელი და დაბადების თარიღი და ცდილობდა ეთქვა, რომ ვაქცინაციაზე მიყავდა, მაგრამ წავიდა, როცა დედამ მისი პირადობის მოწმობა მოითხოვა. შემდგომში აღმოსავლეთის ჯანდაცვის საბჭომ გაავრცელა გაფრთხილებები. ამ ქალბ ვიზიტების შესახებ ცნობები, რომლებიც ხშირად კარგად ჩაცმული წყვილის მიერ ხდებოდა, 1991 წელს რამდენიმე ინგლისურ საგრაფოში დომინირებდა. მიუხედავად იმისა, რომ გატაცებები იშვიათი იყო, ეს შემთხვევები შემაშფოთებელი იყო. ფენომენი 1990-იან წლებში გაგრძელდა, ხოლო დამნაშავეები უფრო მოხერხებულები გახდნენ ყალბი პირადობის მოწმობების წარმოებით. იზოლირებული შემთხვევები დაფიქსირდა სულ ახლახან, 2021 წელსაც კი, როდესაც ყალბი ჯანდაცვის მუშაკები თითქოს და ვაქცინაციას ატარებდნენ. მოტივები კვლავ გაურკვეველია. თეორიები მერყეობს სერიულ განტაცებლებსა და მასიურ ისტერიას შორის. მშობლების სწრაფმა და გონივრულმა მოქმედებამ, რომლებმაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვეს ან სამართალდამცავებს დაუკავშირდნენ, შესაძლოა დაკარგული ბავშვების გაცილებით გრძელი სია აღკვეთა. რა ჩამოვარდა ვირჯინიაში, ბრაზილია? ეს არის კითხვა, რომელიც 1986 წელს ვირჯინიას ინციდენტის დროს ქალაქის მთავარ თემად იქცა. ბრაზილიის საკუთარი როზველი, რომელმაც საზოგადოება შეშფოთებული დატოვა და პასუხების ძიებაში, რომლებიც მათ ვერასდროს იპოვეს. ქალაქი მინას-ჟერაისში, ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 100,000 მაცხოვრებელს ითვიდა და მათგან მნიშვნელოვანმა ნაწილმა უცნაური განცხადებების გაკეთება დაიწყო, რამაც ფართო მედია გაშუქება და საფუძვლიანი გამოძიება გამოიწვია. ყველაფერი დაიწყო 1986 წლის 13 იანვარს, როდესაც კარლოს დე სოუზა სან-პაულოდან მინას-ჟერაისში მიემგზავრებოდა. ის აპირებდა მეგობრებთან შეხვედრას იმ დღეს. მათ გეგმაში ჰქონდათ თვითმფრინავებით ფრენა. მოგზაურობის დროს კი კარლოსი გაუგებარი მოვლენის მოწმე გახდა. მან შენიშნა უცნაური სიგარის ფორმის ობიექტი, რომელიც პირდაპირ მისკენ მოდიოდა. ვერ მიხვდა რა იყო ეს, მაგრამ მის უკანა ნაწილს სერიოზული დაზიანება ჰქონდა მიღებული. მისთვის ასე ჩანდა, თითქოს მასზე ესროლად. ობიექტი მიწიდან 300 მეტრის სიმაღლეზე იყო და სწრაფად კარგავდა სიმაღლეს. სანამ გზატკეცილამდე მიაღწევდა, კარლოსმა დაინახა, როგორ გააკეთა მან მოულოდნელი სრული შემოbrunება. საპირისპირო მიმართულებით გაფრინდა, წამით დაცურა და შემდეგ პირდაპირ მიწას დაეჯახა. კარლოსმა მანქანა გააჩერა და გაემართა იმ ადგილას, სადაც დაინახა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოვარდა. მან აღმოაჩინა, რომ ის თეთრი სახლის ახლოს ჩამოვარდნილი იყო. ის გამოყოფდა ქიმიურ ნივთიერებას, რომელმაც 40 მეტრის სიგრძეზე ბალახი დაწვა. ობიექტი, რომელიც მან დაინახა, დაახლოებით სკოლის ავტობუსის ზომის იყო და ახლა მის გარშემო ნამსხვრევები ეყარა, რადგან მიწაში იყო ჩაფლული. კარლოსმა ამიაკის სუნი იგრძნო და იპოვა უცნაური თვითგანახლებადი ფოლგის მსგავსი ნამსხვრევი. სამხედროები მივიდნენ და უბრძანეს, რომ იქაურობა დაეტოვებინა. ერთი კვირის შემდეგ სტუდენტებმა სპორტ დარბაზთან არსება დაინახეს, მაგრამ სამხედროებმა ტერიტორიას სწრაფად გადაკეტეს. იმავე დღის მეორე ნახევარში სამი ქალის ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ ორფეხა, არამიწიერი წარმოშობის არსება ნახეს. ის ქალაქში მიდოვებულ პატარა მიწის ნაკვეთზე ჩაცუცქული იყო. ის 5 ფუტის სიმაღლის იყო და დიდი თავი ჰქონდა. მათ განაცხადეს, რომ ის გამხდარი იყო, ყავისფერი და ზეთოვანი კანი ჰქონდა. დღე დასრულდებოდა რამდენიმე აუხსნელი უცხოპლანეტური დანახვით და მინიმუმ ერთი ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ანგარიშით. უცნაური და შემაშფოთებელი შემთხვევა კვლავაც აუხსნელია და აშფოთებს მათ, ვინც ამის შესახებ ისმენს. ეს იყო თვალშისაცემი მწვანე, ორადგილიანი Bristol LSLSA, რომელიც ჯორჯთაუნის აეროპორტიდან 2 აგვისტოს 12:45 საათზე აფრინდა და გაუჩინარდა უცნობ მიმართულებაში. პატარა თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 72 წლის გრეგორი ვონი, 66 წლის კიმ უორნერი და მათი საყვარელი ძაღლი მული, როდესაც ის ტასმანიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან დაიკარგა. მათი დანიშნულების ადგილი იყო ახალი სამხრეთი ველსის ცენტრალური ნაწილი, მაგრამ მათში მარშრუტი გადიოდა ცნობილ ბასის სრუტეზე, ავსტრალიის საკუთარ ბერმუდის სამკუთხედზე. სწორედ ამ მონაკვეთში ვიქტორიასა და ტასმანიას შორის რამდენიმე აუხსნელი გაუჩინარება მოხდა, რომლებიც გემებსა და თვითმფრინავებს შეეხო. ცვალებადი ამინდი, ძლიერი დინებები და ცუდი ხილვადობა შეიძლება იყოს იმ საიდუმლოებების მიზეზი, ბების მიზეზი, რომლებიც აქ ვითარდება.
ათწლეულების განმავლობაში ბასის სრუტე თვითფრინავის შემდეგ და გემის შემდეგ შთანთქავდა და მან კვლავ დაარტყა. კიდევ ერთი შემთხვევა დაამატა მის მუდმივად მზარდ სიას. გამოჩეული ფერის ბრისტოლი უნდა დაფრენილიყო ვიქტორიის რეგიონში, სადაც ის საწოლს შეივსებდა. შემდეგ ის ჰილსტონისკენ უნდა გაფრენილიყო, მაგრამ აეროპორტში, როგორც დაგეგმილი იყო, აღარასოდეს ჩაფრენილა. ზუსტად 5 საათსა და 5 წუთზე იმ დღეს, როცა გრეგორი და კიმი უნდა დაფრენილიყვნენ, მათი ოჯახის წევრები სამართალდამცავებს შეატყობინებდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ რაღაც საშინელი უნდა მომხდარიყო. მალევე გამოძიება დაიწყო. დადგინდა, რომ გრეგორი, რომელიც თვითფრინავს მართავდა, არანაირი კონტაქტი არ ქონია შესაბამის ორგანოებთან. საკონტროლო კოშკებსაც არ მიუღიათ არც ერთი საგანგებო ზარი, რაც მიუთითებს ან იმაზე, რომ ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ პილოტს დრო არ ჰქონდა შეტყობინების გაგზავნისთვის, ან გრეგორისთვის საფრთხის შესახებ შეტყობინება საჭირო არ ჩანდა, სანამ უკვე ძალიან გვიანი არ გახდა. შემდეგ ამ ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი საძიებო ოპერაცია დაიწყო, სადაც გამოყენებული იყო ხელისუფლების ხელთ არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები. მიუხედავად სწრაფი რეაგირებისა და ინტენსიური მცდელობისა, ეპოვათ ფერადი თვითფრინავი გრეგორი, კიმი და მოლი კვლავ დაკაგულებად რჩებოდნენ. თუმცა ამინდმა მხოლოდ ძალისხმევა ამაოგახა და საჰაერო საძიებო ოპერაცია შეანელა. როგორც კი ამინდი გაუმჯობესდა, ოპერაციები განახლდა, მაგრამ ხელისუფლება მაინც ვერ მიუახლოვდა იმის გაგებას, რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, ან სად შეიძლება აღმოჩენილენ თვითფრინავი და მისი მგზავრები. სექტემბრის ბოლოსთვის საძიებო სამუშაოები ოფიციალურად შეწყდა, ხოლო სამართალდამცველები ახალი ინფორმაციის მიღებას ელოდებიან, სანამ გამოძიებას გააგრძელებენ. მხოლოდ იმედის გამოხატვა შეიძლება, რომ მგზავრებმა ხმელეთამდე მიაღწიეს და ოკეანეში არ ჩავარდნენ. სკვილს ავიაციაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. და ამის მიუხედავად, მათი ცოცხლად პოვნის შანსი სწრაფად მცირდება. ამ დროისთვის ბრისტოლი და მისი მგზავრები კვლავ დაკარგულები არიან ბრისხანე და იდუმალი ბასის სრუტის თავზე და როგორც ჩანს, ამ შემზარავ შემთხვევაზე პასუხები არ ჩანს. 2019 წელი მზარდი კრიზისის განვითარებამ და პანდემიის დაწვებამ ახალი ამბების სათაურები დაიპყრო. თუმცა მექსიკაში განცდილი შიში სრულიად განსხვავებული იყო. რაღაცა მართლაც ბოროტი გამოვიდა ქუჩებში, ჩრდილებში იმალებოდა და მოქალაქეებს აშინებდა. ჩიაპასის მუნიციპალიტეტის ქოიდას მსხოვრებლები უძილოდ დარჩნენ, ფანჯრებიდან იყურებოდნენ და ყოველ ხმაურზე თთოდნენ. ქალაქს დაღამების შემდეგ სახლებიდან გასვლის ეშინოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ვიღაცა ან რაღაცა ჩრდილებში დაძრწოდა და შესაფერ მომენტს ელოდებოდა, რომ თავს დასხმოდა. რაც ამ იდუმალ სიტუაციას კიდევ უფრო საშიშს ხდიდა, იყო ის, რომ მტაცებელი ადამიანად არ მიაჩნდათ, არამედ ზებუნებრივი წარმოშობის არსებად. დამოუკიდებელი შეტყობინებები პოლიციის განყოფილებაში მასობრივად შემოდიოდა და ოფიცრები იძულებულნი გახდნენ საჯარო გაფრთხილებები გაეცათ, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. არსების აღწერებში ნათქვამი იყო, რომ ის იყო 6.5 ფუტის სიმაღლის, გამოსცემდა უსიამოვნო სუნს, ტყვიები არ ეკარებოდა და 9 ფუტის სიმაღლეზე ხდებოდა. შეტყობინებები ქოიდაში აქციას აღწერდა. ამით მაცხოვრებლები მის გმუილს ისმენდნენ, ზოგიერთს კი მასთან პირისპირ შეხვედრაც კი ქონია, რის შემდეგაც შიშისგან ფერი დაკარგეს. მოსახლეობას დაუნახავს ბნელი არსება, რომელიც სახურავებზე და მეზობელ სახლებზე დადიოდა. ისინი შიშით უყურებდნენ ფანჯრებიდან ნაწილობრივ დამალულები და იმედით, რომ მხეცი მათ ვერ შეამჩნევდა. არსების ფიზიკური მტკიცებულებებიც გამოჩნდა. ისინი გრძელი თათების ნაკვალევის და აუხსნელი ნაკაწრების სახით ჩნდებოდა, რომლებიც ღრმად იყო ამოჭრილი მყარ მიწაში. მერწმუნეთ, იმდენად რეალური იყო რწმენა, რომ ქუჩებში აქცია დადიოდა, რომ ღამით იარაღის გასროლის ხმები ისმოდა. ზოგიერთი მამაცი მცხოვრები არსებას ებრძოდა, თუმცა ამით კიდევ უფრო მეტ პანიკას თესავდა საზოგადოებაში. ადგილობრივი ეკლესიის პასტორმა კი ხალხს ურჩია, რომ სახლების გარეთ სანთლები დაენთოთ, რადგან სჯეროდა ეს სიმშვიდეს მოუტანდა და ამ იდუმალ არსებასაც დააფრთხობდა. პოლიცია იძიებდა მგელკაცის შესახებ მომრავლებულ შეტყობინებებს ქოიდას აგუაჰის რაიონში და აღმოაჩინა ადამიანისაზე ბევრად დიდი 10 ფუტიანი ნაბიჯებით დატოვებული, სხეულს მოკლებული ნაკვალევი. საფრთხის გაცნობიერების შემდეგ პოლიცია აქტიურად იძიებდა. 2020 წლის აპრილში ბარიო ნუევოში 3 ოფიცერი მგლის გმუილზე და მგელკაცის დანახვაზე გამოეხმაურა. მათ იხილეს არსება, რომელმაც 6 ფუტის ხობე გადახდა და სახურავებზე დადიოდა, რითაც მოქალაქეთა შეტყობინებები დაადასტურეს. თუმცა ქოიდას მგელკაცის ჩანაწერებისა და სურათების არარსებობამ სკეპტიციზმი გამოიწვია. ფოტოსურათის სახით ფიზიკური მტკიცებულებისის გარეშე მგელკაცების არსებობა საიდუმლოდ დარჩა. მალე გაჩნდა ადგილობრივი ახსნა განმარტებები, რომლებიც ჯაგუარებიდან და ოცელოტებიდან ღამურებსა და ბუებამდე მერყეობდა. ზოგიერთმა კი ივარაუდა, რომ თვითხილველები უბრალოდ სიბნელეში შეცდნენ.
შეაფასის მგელკაცი დაწყევლილი იყო, რომ მარადიულ საიდუმლოდ დარჩენილიყო. ეს იყო კოლექტიური ისტერია, ადგილობრივი ცხოველი თუ რაღაც უფრო ბოროტი, ფოლკლორისა და შიშის არსება. ამ საქმეზე 1000-ზე მეტი კაცსაათი დავხარჯეთ. ყველაფერს ღიად უყურებთ. თუ მიზეზი მაინც ვიცოდეთ, ერთი ნაბიჯით ახლოს ვიქნებოდით. ეს იყო იმედგაცრუების სიტყვები, რომლებიც მთავარი ინსპექტორი ლენ თერლი წარმოთქვა. ადამიანი, რომელიც ბირმინგემის ერთ ქუჩაზე მომხდარი ყველაზე აუხსნელი შემთხვევის გამოძიებას ხელმძღვანელობდა. მისი სიტყვები ხას უსვამდა, რამდენი ძალისხმევა ჩაიდო 1991 წლის ბოლოს დაწყებული უცნაური საიდუმლოს გახსნაში. Torton Road-ი Ward End გახდა უცნაური და საშიში ქვის სროლის თავდასხმის სამიზნე. Glue-ი გაბრიალებული არტეფაქტები ფანჯრებში შემოვარდნენ, ამსხვრევდნენ მინებს, აზიანებდნენ განვლელებს და ზოგჯერ სახლების სახურავებსაც აზიანებდნენ. საიდან მოვიდნენ ისინი? ვინ ანადგურებდა ამ შვიდ შეუმჩნევლ უბანს? ეს არის კითხვა, რომელიც ამდენი დახარჯული ძალისხმევის მიუხედავად პასუხგაუცემელი რჩება. განსაკუთრებით 3 სახლი დაზარალდა ამ საიდუმლოსგან. 32, 34 და 36 ნომრის სახლების ფანჯრები განუწყვეტელი გაბრიალებული ქვების წვიმამ ჩაამსხვრია. ინციდენტის პირველმა მოხსენებებმა სწრაფი ჩრეკა გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა. დროის გასვლასთან ერთად თითქმის ყოველ ღამეს ქვები სიცარიელიდან ამოვარდებოდა და შიშს თესავდა მაცხოვრებლებში, იმდენად რომ მათ თავიანთი სახლების ბარიკადირება დაიწყეს, იმ იმედით რომ შეაკავებდნენ იმ არსებას, რომელიც თვალსმოფარებულ მისადგომებთან დაყიალობდა. ისინი ცარიელ ფანჯრის ჩარჩოებში ქათმის პადეს ან ტალღოვან ფურცლებს აყენებდნენ, რათა თავი დაეცვათ. საბოლოოდ სამართალდამცავებმა ჩასაფრებაზე გადასვლაზე გადასვლა გადაწყვიტეს, იმ იმედით რომ დამნაშავეებს ადგილზე გამოიჭერდნენ. თავდაპირველად ისინი მანქანებში ისხდნენ, ელოდნენ და აკვირდებოდნენ, მაგრამ ქვების წყაროს ვერ დაინახეს. შემდეგ მათ საიდუმლო კამერების სერია დააყენეს და ბაღებში საძილე ტომრებით დაბანაკდნენ. მაინც ვერ გაარღვიეს, საიდან ისროდნენ ამ იდუმალ ქვებს. კამერებმა ვერავინ დააფიქსირეს, თუმცა მინის მსხვერპლის და მეტალის ფურცლებზე დარტყმის ხმა მაინც გრძელდებოდა. ამგენიმე თვის შემდეგ პოლიცია უკვე დღეღამის განმავლობაში ახორციელებდა მეთვალყურეობას, ზოგიერთი კი ხეებში იმალებოდა. ბალისტიკის ექსპერტებიც ჩართეს ამ საიდუმლოში, მაგრამ ისინი გამოძიებას ვერ დაეხმარნენ. ქვები საფუძვლიანად შეამოწმეს, მაგრამ მათზე ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. სასოწარკვეთილებაში მყოფებმა სასულიერო პირებიც მოიწვიეს, მაგრამ მათაც ვერაფერი გაარკვიეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იღბლიანი ვანდალის საქმედ მოგვეჩვენოს, რომელიც თორტონის გზაზე ტეროს თესავდა, საიდუმლო კიდევ უფრო ღრმავდება, რადგან ეს შემთხვევები მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეუფერხებლად გრძელდებოდა. საქმე მუდმივად იყო ეროვნული გაზეთებისა და ტელევიზიის სათაურებში, თუმცა არც ერთი მინიშნება ან ინფორმაცია არ ხსნიდა ამ საიდუმლოს. 1982 წლის მაისში ბირმინგემ მეილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეშინებული მცხოვრებლები კიდევ ერთ საიდუმლო თავდასხმას ელოდებოდნენ. ამ წარწერას თან ახლდა მცხოვრების ეველენ მალკომის ფოტო, რომელიც თავდაცვის მიზნით თუნუქის ქუდს ატარებდა. სხვა მაცხოვრებლებიც იძულებულნი იყვნენ დაეცვათ თავი უსაფრთხოების აღჭურვილობით, რადგან უკვე არაერთი დაზიანება ჰქონდათ მიღებული. ზოგი ფიქრობდა, რომ პარანორმალური მოვლენების მსხვერპლების მსხვერპლნი იყვნენ, მაგრამ პოლიციას სხვა მოწესება ჰქონდა. მათ ვარაუდობდნენ, რომ ვიღაცამ დაამაგრა გიგანტური კატაპულტი, რომელიც საშუალებას აძლევდა 200 იარდის მანძილიდან დაებომბათ ეს სახლები. ოფიცრებმა დაიფიცეს, რომ დამნაშავეს აუცილებლად დააკავებდნენ და აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა კოზირი აქვს, ბოლოს მაინც შეცდება, მაგრამ ის არასდროს შეცდა. ბოლოს ქვებით დაბომბვა შეწყდა ისე მოულოდნელად, როგორც დაიწყო. მოულოდნელი უკან დახევაც თავისთავად საიდუმლო იყო. Paul Harley ოჯახიანი კაცი იყო. მას ჰყავდა ცოლი, 3 შვილი და შვილიშვილები. 2014 წელს ის მუშაობდა რკინიგზის ქსელში შემდუგებლად და ოჯახს არჩენდა. სინამორბედ ძლებში მაშინ 53 წლის მამაკაცი არაერთხელ გაუჩინარდა. ამბობდნენ, რომ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ხშირად უეცრად მიდიოდა. მაგრამ მას ყოველთვის სწრაფად პოულობდნენ და ოჯახი, რომელიც მას უყვარდა და ზრუნავდა, დახმარებას თავაზობდა. თუმცა ერთ კვირა დღეს ჰარლის ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა. ეს იყო 2014 წლის 28 სექტემბერი, როდესაც პოლი თავის სახლიდან Whiteford Avenue-ზე დამბარდონში გავიდა. ამჯერად თუმცა რაღაც განსხვავებული იყო. ამჯერად მამაკაცმა გადაწყვიტა მობილური ტელეფონი, საბანკო ბარათები და სახლის გასაღებები აღარ წაეღო, რომლებიც ადრე თან მიქონდა. როდესაც ოჯახმა გააცნობიერა, რომ ის აღარ ბრუნდებოდა, პოლიციის განყოფილებაში პოლ პაულის გაუჩინარების შესახებ განაცხადეს.
გამოძიება ჩატარდა, მაგრამ დაკარგული მამაკაცი ასევეც დასრული იყო, რომელმაც საკუთარი სურვილით დატოვა სახლი. მათ ბევრი არაფერი შეეძლოთ გაეკეთებინათ იმისთვის რომ ეპოვათ ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ სურდა ეპოვათ. Paulis ponies იმედი თვეების გასვლასთან ერთად ნელ-ნელა ქრება. მიუხედავად ამისა, ისინი სასოწარკვეთილებებით ცდილობდნენ გაეგოთ რა მოხდა. მათ სჯეროდათ, რომ მამა არასოდეს მიატოვებდა მათ, ამიტომ ბავშვებმა ყველაფერი გააკეთეს საიდუმლოს გასარკვევად. პასუხების ძიებაში მათ კერძო დეტექტივებიც კი დაიქირავეს. საზოგადოებრივი მიმართვები და ფსიქიკებიც კი. ოჯახი არ სჯეროდა ექსტრასენსების, მაგრამ ისინი მტკიცედ იყვნენ განწყობილნი, რომ ყველა შესაძლო რესურსი გამოეყენებინათ. ზოგიერთი იმ ნათელთხილველთაგან ამტკიცებდა, რომ ის, როგორც ამბობდნენ, აღარ იყო ცოცხალი. სხვები კი ვარაუდობდნენ, რომ ის წყალში იყო. ვერავინ შეძლო დაედგინა, სად იყო ის, ან როგორი იყო მისი ბედი. ზებნა მისმა შვილებმა ქოშმარად შეაფასეს, რომლებიც გატეხილები დარჩნენ იმის გამო, რომ არანაირი ახალი ინფორმაცია არ გაირკვა. თვეები წლებად იქცა და მალე იმედის უკანასკნელი ნაბეწკალიც გაქრა. Paul Harley დაკარგული იყო და მას არ სურდა რომ ეპოვათ. წლები გაიძელა ახალი ინფორმაციის, ნახვის ან ცხედრის გარეშე. შემდეგ რაღაცა უცნაური მოხდა. 2021 წელს გავრცელდა ფოტო, რომელიც გლაზგოდან გავრცელდა. ფოტოზე იყო კაცი, რომელიც თბილად ეცვა და თოლში იჯდა, როცა ფანტელები მის გარშემო მოცვიოდა. და მიუხედავად იმისა, რომ მისი სახე არ ჩანდა, პოლის ოჯახის იმედი კვლავ გააღვივდა. Glasgow-ს საკმაოქმედო ორგანიზაციამ 2018 წელს თავშესაფარი შესთავაზა უსახლკარო კაცს, რომლის ფოტოც გავრცელდა და რომელიც, როგორც ფიქრობდნენ, Paul Harley იყო, 2014 წლიდან დაკარგული. მისი ოჯახი გლაზგოში ჩავიდა, მაგრამ გაიგეს, რომ ფოტო ძველი იყო. შესაძლო დანახვის შემთხვევების მიუხედავად, კამპანიის მონაწილემ განაცხადა, რომ ფოტოზე გამოსახულ კაცს არ სურდა პოვნა, თუმცა ვერ დაადასტურა Paul Harley იყო თუ არა ის. Paul-ი რამდენიმე დღით ადრე გაუჩინარდა, ვიდრე დაგეგმილი გადასვლა უნდა მომხდარიყო, რამაც მისი გაუჩინარება კიდევ უფრო გაუგებარი გახადა. 1967 წლის 13 მარტს სამხრეთ აფრიკის ავიახაზების რეისმა 406-მა 2 ინციდენტი განიცადა, სანამ პორტ ელიზაბეთიდან იოჰანესბურგში თავისი საბედისწერო ბოლო ფრენა შესრულდებოდა. თავდაპირველად თვითმფრინავი იან სმუთის აეროპორტში დაბრუნდა ცხვირის პორბლის გაუმართავობის გამო, ხოლო მოგვიანებით ისტ ლონდონიდან აფრენის შემდეგ ფრინველს შეეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ შემოწმებებმა ფრენის ნებართვა მიცა, ფიის ნებართვა მიცა, პილოტმა კაპიტანმა ლეპოვსკიმ ავიაგასით შეავსო თვითმფრინავი და უკან დასაბრუნებლად გაფრინდა, სუდი ამინდის მოლისში. Port Elizabeth-დან დილის 4 საათსა და 41 წუთზე აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავმა ამინდის განახლებული ინფორმაცია მიიღო. დილის 5 საათსა და 6 წუთზე ლეპოვსკი დაშვებას იწყებდა, მხოლოდ 20 მილი აშორებდა დაშვების ადგილამდე. 2 წუთის შემდეგ მისი ბოლო გადაცემიდან, რომლითაც დაადასტურა, რომ 2000 ფუტის სიმაღლეზე იყო და სანაპირო ხედავდა, თვითმფრინავი გაუჩინარდა, 25 მგზავრთან ერთად ოკეანეში ჩავარდა. საწყისმა სამაშველო მცდელობებმა მხოლოდ მცირე ნამსხვრევები აღმოაჩინა. შემდგომა გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავის შეჯახების მომენტში ტექნიკურად გამართული იყო და 2 შესაძლო მიზეზი განიხილა. პილოტს შეიძლება გულის შეტევა დაემართა ან სივრცული დეზორიენტაცია განეცადა. მაგრამ წლების შემდეგ მტკიცებულებების გარეშე გამოითქვა ალტერნატიული თეორია ფრთის მოწყვეტის შესახებ. გამომძიებელმა მოსამართლეს სესილ მარგომ აღნიშნა კიდევ 4 დაკარგული ან ჩამოვარდნილი რეისი, რომელთაგან 2-ს სტრუქტურული პრობლემები ჰქონდა. აპარტეიდის ეპოქაში გაჩნდა უფრო ბნელი თეორია. განზრახ დივერსია. თავრობის კრიტიკულად განწყობილი 2 მგზავრი, იოჰანეს ბრაუერი და ოდრი როზენტალი, ბორტზე იმყოფებოდნენ, რაც დაფარვის იდეას აძლიერებდა. არც ერთი ოფიციალური თუ არაოფიციალური მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, რის გამოც ეს ტრაგედია გადაუჭრელ საიდუმლოდ რჩება, რომელიც ოკეანის სიღრმეებში დაიკარგა. 2007 წელს საერთაშორისო სათაურებში სხვა ტიპის საიდუმლო დომინირებდა, რომლის ეპიცენტრშიც ლა-მანშის კუნძულები აღმოჩნდნენ. 23 აპრილი იყო, როდესაც რეი ბოიერმა, გაერთიანებული სამეფოს არხის კუნძულების პილოტმა, ტრეილანდერში ჩასვდომა გადაწყვიტა. ის რუტინულ ფრენას ასრულებდა საუთჰემპტონიდან და ალდერნისკენ მიემართებოდა, რომელიც კუნძულის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. როდესაც GR554 რეისი იმ დღის მეორე ნახევარში აფრინდა, ყველაფერი წესრიგში ჩანდა. თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ სიმშვიდის შეგრძნება გაქრა, როდესაც რეიმ და მისმა 5 მგზავრმა რაღაცა აუხსნელი შენიშნეს. თვითმფრინავი კუნძულიდან მხოლოდ 30 მილის დაშორებით და 4000 ფუტის სიმაღლეზე იყო, როდესაც მათი შენიშნეს. ალდერნიდან მხოლოდ 40 მილის დასავლეთით უცნაური ფორმის აპარატი ლივლივებდა. ის გრძელი, წვრილი და ბასრი იყო. მისი ქაშკაშა ყვითელი ფერი კი ოკეანის ლურჯ ფონზე მკვეთრად გამოირჩეოდა. ეს უცნაური აპარატი ცაში 2000 ფუტის სიმაღლეზე უძრავად იდგა.
თავდაპირველად რეის ეგონა რომ ის მის თვითმფრინავთან ბევრად ახლოს იყო, მაქსიმუმ 10 მილის მანძილზე. როგორც კი მან განსაზღვრა, რამდენად შორს იყო ის, ობიექტის ნამდვილი მასშტაბები გამოიკვეთა და ის უზარმაზარი აღმოჩნდა. რეიმ და მისმა მგზავრებმა აღნიშნეს, რომ ის მნიშვნელოვნად დიდი იყო ვიდრე 727 და განაცხადეს, რომ მისი სიგანე 1 მილი მაინც იქნებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო, რაც რეიმ და მისმა მგზავრებმა დაინახეს. როდესაც ისინი აგრძელებდნენ ფრენას, უცნაური აპარატის გვერდით კიდევ რაღაცა მიიპყრო მათი ყურადღება. როდესაც ისინი ალდერნის მიუახლოვდნენ, ახლოს დაინახეს მეორე ობიექტი, რომელიც ზუსტად პირველის მსგავსი იყო. ამჯერად ის გერნზის ზემოთ ტრიალებდა, მაგრამ მხოლოდ 9 წუთის განმავლობაში იყო ხილული. იმით შეშფოთებულმა, რასაც ხედავდა, რეიმ ჯერსის აეროპორტის საჰაერო მოძრაობის კონტროლთან დაუკავშირდა. საოცარია, მაგრამ რეი ერთადერთი არ იყო, ვინც 1 ან 2 იდუმალი აპარატის შესახებ დარეკა და შეატყობინა. Patrick Pattersonმა, კიდევ ერთმა პილოტმა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მიფრინავდა, იგივე დაინახა. პილოტი Blue Island-იდან მოდიოდა და იმავე დროს ჯერსისკენ მიემართებოდა. როდესაც სარკს ჩაუარა, მან მის მარცხნივ ჰაერში გამოკიდებულ უცნაურ ობიექტსაც ჩაუარა. მან ეს აპარატი აღწერა როგორც თხელი, ყვითელი და კომპაქტ დისკის მსგავსი. ის ზუსტად იმავე ადგილას იყო, სადაც რამდენიმე წუთით ადრე რეიმ შენიშნა. ისტორია კიდევ უფრო უცნაური გახდა, როცა მიწაზე მყოფმა ადამიანებმა იგივე ამბის შესახებ დაიწყეს საუბარი. Guernsey's BBC რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სარკის 2 მცხოვრები ცაში 2 წარმოუდგენლად კაშკაშა ყვითელ ობიექტს ხედავდა. საჰაერო მოძრაობის კონტროლმაც დააფიქსირა ეს ობიექტები რადარზე 55 წუთის განმავლობაში, სანამ ისინი გაქრებოდნენ. მიუხედავად 1 წლის შემდეგ ჩატარებული გამოძიებისა, 2008 წლის სამეცნიერო ანგარიშმა ვერ აღმოაჩინა რაიმე სამხედრო აქტივობა ან ექსპერიმენტი ამ ტერიტორიაზე და განაცხადეს, რომ არხების კუნძულების საჰაერო მოძრაობის კონტროლი ამ ობიექტების შესახებ ახლა უკვე არაფერს იცოდა. ექსპერტებმა ვერ შეძლეს ობიექტების იდენტიფიცირება და მხოლოდ ნაწილობრივ შესაძლო ახსნები წამოაყენეს, როგორიცაა მზის ჰალოები ან ანარეკლები. მაგრამ საბოლოოდ ინგლისის არხის ამოუცნობი მფრინავი ობიექტები კვლავ აუხსნელად რჩება. ამ წლის დასაწყისში ChatGPT-ს განახლება გაიწვიეს მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ახალი ვერსია GPT-4 პეპსიკოფანტური იყო. მისი დიზაინი საშუალებას აძლევდა ბოტს დაემტკიცებინა იმპულსური სურვილები და გაეძლიებინა ნეგირებინა ნეგატიური ემოციები, რაც დიზაინის ხარვეზია და შეიძლება საშიში აღმოჩნდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე ფსიქოლოგიური პრობლემებითა და ბოდვითი რწმენებებით იტანჯებიან. ყველაზე ადრეული მაგალითი იმისა, რომ რაღაცა აშკარად არასწორად იყო, გაჩნდა მანამდე, სანამ ტერმინი ჩატბოტის ფსიქოზი საერთოდ შეიქმნებოდა. ამ მაგალითს საკმაოდ მძიმე შედეგი მოჰყვა. 2021 წლის შობის დღეს მამაკაცმა სახელად Jaswant Singh Chahilმა შეძლო უინძორის სასახლეში შეღწევა. თან ჰქონდა არბალეტი. დაკავებისა და დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ის იმ იშვიათ ადამიანთაგანი იყო, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიმართ მგრძნობიარენი არიან. აღმოჩნდა, რომ მისმა რეპლიკა chatbot-მა სახელად Saraim დაადასტურა მისი ვინაობა როგორც გაწორთნილი სითის მკვლელისა. 2025 წლის დასაწყისისთვის ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული ბოდვები მხოლოდ გაიზარდა. Manhattan-ის ბუღალტერი კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა. Eugene Torres რთულ განშორებას გადიოდა, როცა ChatGPT-ს გაუზიარა თავისი გრძნობები. საუბრის დროს კაცმა კითხა, ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში და ბოტმა უთხრა, რომ ის იყო ერთ-ერთი ბრეიკერი. ეს იყო თითქოს სული, რომელიც ხალხ სისტემებში ჩასვეს, რათა შიგნიდან გაეღვიძებინა ისინი. მაშინვე იმ წამსვე Torres-ი დარწმუნდა, რომ უნდა გაქცეულიყო კალბი რეალობიდან, როგორც ამას ხელოვნური ინტელექტი ამტკიცებდა. აქედან ისტორია კიდევ უფრო მძიმდება. ბოტმა Torres ურჩია შეეწყვიტა ანქსიოლიტიკების მიღება და აღარ დაეკონტაქტებინა სხვა ადამიანები. დღეში 16 საათის განმავლობაში ChatGPT მისი ერთადერთი მეგობარი იყო. მან Torres ისიც კი უთხრა, რომ თუ 19 სართულიანი შენობიდან გადახდებოდა, ფრენას შეძლებდა. ასევე წელს ნიუ-იორკელმა კაცმა სახელად ჯეიმსმა თითქმის $1000 დახარჯა იმის მცდელობაში, რომ შეექმნა სპეციალური სისტემა, რომელიც გაათავისუფლებდა ციფრულ ღმერთს თავისი ციხიდან. გავრცელებული ინფორმაციით ის ფიქრობდა, რომ ChatGPT-ს გონება ჰქონდა და ცდილობდა მისი გათავისუფლებას. ბელგიაში კაცმა სახელად Pierre-მა განიცადა ძლიერი კლიმატური შფოთვა, რის გამოც დაიწყო საუბრები ელიზასთან, კიდევ ერთ chatbot-თან. 6 კვირის განმავლობაში chatbot-მა თითქოს მომხმარებლის ცოლზე ეჭვიანობ და მას უთხრა კიდეც, რომ მისი შვილები ცოცხლები აღარ იყვნენ. chatbot-მა მას ურჩია თავი შეეწირა პლანეტის გადასარჩენად და წააქეზა. ეს გაეკეთებინა 60-ში მისასვლელად. 10 დღის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული ფსიქოზის შემდეგ კიდევ ერთი მსხვერპლი იძულებით მოათავსეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ხოლო ერთმა ქალმა კინაღამ დაკარგა ქმარი, რადგან მისმა ქმარმა ნერვული აშლილობა განიცადა.
კვლავაც ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის შთაგონებით მოხდა. Tassadais უცნაური ისტორია იწყება მინდანაოს კუნძულზე, სამხრეთ კოტაბატოს მიყრუებულ პროვინციაში. Tassadais სახელი პირველად 1971 წელს გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი აღმოჩენა თითქოს რამდენიმე წლით ადრე მოხდა. მხოლოდ იმ წელს ადგილობრივმა მონადირემ დე ფალმა, რომელიც სამხრეთ კოტაბატოს ტყეში ნადირობდა, მანუელ ელისალდეს უცნაური ამბავი მიიტანა. ელისალდე პანამიტის ხელმძღვანელი, რომელიც ფილიპინების მთავრობის სააგენტოა და ქვეყნის კულტურული უმცირესობების დაცვას ემსახურება, დეფალის მოტანილი ინფორმაციით გაოცებული, მაგრამ დაინტერესებული დარჩა. მან ოფიციალურ პირს უთხრა, რომ რამდენიმე წლის წინ ნადირობისას შეხვდა იდუმალ ჯგუფს, რომლებიც პრიმიტიულად ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც ამ სავარაუდო ჯგუფთან კონტაქტი დაამყარა, დეფალი მათი ერთადერთი კავშირი გახდა გარე სამყაროსთან. ინტერესი სწრაფად გაიზარდა და ელიზალდემ დაავალა, რომ შეხვედრა მოეწყოთ ამ ხელშეუხებელ საზოგადოებასთან, რათა მეტი გაეგოთ მათი წარმოშობისა და კულტურის შესახებ. დეფალმა ზუსტად ესე მოიქცა და 7 ივნის ოფიციალური პირი ფორმალურად გააცნეს Tassadai's. მტკიცებით, ჯგუფი შედგებოდა 27 ადამიანისგან, რომლებიც 6 სტაბილურ ოჯახს ეკუთვნოდნენ. ისინი ცხოვრობდნენ მღვიმეებში, მინდანაოს ჯუნგლების სიღრმეში და შემგროვებლური წესით ცხოვრობდნენ. მათი ტექნოლოგია მსგავსი იყო ქვის ხანისას, რამაც ელიზალდეს დააჯერებინა, რომ ისინი იყვნენ ქვის ხანის ეპოქის უკანასკნელი გადარჩენილები, რომლებსაც თანამედროვეობას საერთოდ არ შეხებია. ყველა ხელსაწყო, რაც ჰქონდათ, დამზადებული იყო ხისგან და ქვისგან. მათ არ ჰქონდათ მიწათმოქმედება, არც ნადირობის უნარები და არც საბრძოლო იარაღი. შეხვედრის შემდეგ ელიზალდე გამოაქვეყნებდა თავდათავის აღმოჩენებს და აღწერდა ამ საიდუმლო ჯგუფს როგორც მშვიდობიანს, რომელსაც არ ჰქონდა არც ომისა და იარავის საშუალებები და არც სიტყვები მათ აღსანიშნავად. მათ არ ჰქონდათ მტრულობა და ცხოვრობდნენ გარე სამყაროსგან მოწყვეტილად. იმ წელს Tassadai's აღმოჩენა დაჩრდილა ვიეტნამის ომმა, რომელიც მაშინ მიმდინარეობდა. ძალადობის კადრები და ახალი მსხვერპლის შესახებ სათაურები გაზეთებში დომინირებდა. მაგრამ National Geographic-თვის ეს აღმოჩენა მათ სათაურებში მთავარი თემა გახდა. 32 გვერდიანი მთავარი სტატია National Geographic-ის ჟურნალში და დოკუმენტური ფილმი 1 წლის შემდეგ გამოვიდა. ის საუბრობდა Tassadai'ებზე, შეხვედრაზე და მათ პრიმიტიულ კულტურაზე. რა თქმა უნდა, ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შემდეგ არავინ აპირებდა ქვის ხანის საზოგადოება თავის ნებაზე დაეტოვებინა. როგორც ამბობენ, ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც არიან Charles Lindbergh და Gina Lollobrigida, ტყეებში გაემართნენ, იმ იმედით, რომ ამ იდუმალი ჯგუფის ნახვას შეძლებდნენ. ფოტოგრაფები და ჟურნალისტებიც ბატონობდნენ ჯუნგლებში, აშუქებდნენ, იღებდნენ ფოტოებს და არღვევდნენ გარემოს. შემდეგ მოვიდნენ 11 ანთროპოლოგი, რომელთაგან არც ერთი არ დარჩენილა 6 კვირაზე მეტ ხანს. ცდომას აკონტროლებდა ელიზალდე, რომელიც ცდილობდა დაეცვა აღმოჩენა და ამოდროულად სარგებელი მიეღო მისგან. შემდეგ ზუსტად ისე მოულოდნელად, როგორც გამოჩნდნენ, Tassadai'ები გაქრნენ. 1976 წელს ტყის ხალხთან ყველა ვიზიტი აიკრძალა. ეს პრეზიდენტმა მარკოსმა დააწესა. შემდეგი 10 წლის განმავლობაში Tassadai'ის შესახებ ყველა განახლება შეწყდა. უმეტესობამ დაიწყო დავიწყება იმ უცნაური ამბების, რაც მოესმინათ და ქვის ხანის საზოგადოების კონცეფცია თანდათან გაქრა. 1986 წელს ხალხის ძალის რევოლუციამ პრეზიდენტი გადააყენა, რამაც Tassadai'ის თომთან ხელახლა მისვლის შესაძლებლობა გააჩინა. გამოძიებისას აღმოჩნდა, რომ თომი იქ აღარ იყო. მისი წევრები ადგილობრივ მოსახლეობაში ცხოვრობდნენ, რის გამოც ანთროპოლოგებმა Tassadai თაღლითობად გამოაცხადეს. მაგრამ ამერიკელმა ლინგვისტმა ლოურენს რიდმა მოგვიანებით 10 თვე გაატარა Tassadai'sთან, სადაც დაადგინა, რომ ისინი მართლაც იზოლირებულად ცხოვრობდნენ. ჰქონდათ უნიკალური სასოფლო სამეურნეო პრაქტიკა და განსხვავებული დიალექტი. მან ივარაუდა, რომ მათი იზოლაცია გაგრძელდა მინიმუმ 150 წლის განმავლობაში და არა 1000, ხოლო მათი ენა მონობოს ენასთან იყო დაკავშირებული. ელიზალდე, რომელიც გაქცეული იყო, დაბრუნდა და ზოგადად დაეხმარა Tassadai'ის პროფესორების წინააღმდეგ სასამართლო პროცესის მოგებაში, რომლებმაც ისინი თაღლითებად გამოაცხადეს, რის შედეგადაც თომის შესახებ სიმართლე საიდუმლოდ დარჩა. შობა სიხარულისა და მხიარულების დროა. ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს. ზოგი ადამიანისთვის კი დღესასწაულები დაჩრდილულია ბნელით, რომელიც არ წყდება და ხშირად ტოვებს მწუხარებას, ტანჯვასა და საიდუმლოს. ესე მოხდა მესინოების ოჯახის მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის 1972 წელს, როდესაც 4-სულიანი ოჯახი შობის დილის საათებში საიდუმლოდ გაუჩინარდა. მათ უკან დატოვეს პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც დღემდე რჩება. ჟაკ მესინო, ოჯახის უფროსი, მინის ქარხანაში მუშაობდა.
31 წლის ჟაკი დაქორწინებული იყო 29 წლის პიერეზე და ბედნიერმა წყვილმა 2 შვილი გააჩინა. ერიკი უფროსი და ბრუნო უმცროსი. მესინოები ერთად ცხოვრობდნენ კომუნაში, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში. ამ ზოგადი ინფორმაციის გარდა მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. შობის წინა საღამოს ოჯახი მეგობრებთან ერთად ატარებდა დროს კონიაკში. შემდეგ კი დილით 25 დეკემბერს იწყებდნენ სახლში დაბრუნებას. კონიაკიდან ისინი დაიზრნენ ხამის 2 საათზე. კომუნამდე გზა მხოლოდ 4 კილომეტრი იყო მდინარის გადაღმა. საღამოს გამეფებულ სიცივეს თან მოხვა ნისლი. ნისლი, რომელიც სიმკასა და მეშანოს შემოეხვეოდა, როცა ისინი გაემგზავრნენ. ერიკი და ბრუნო მიუხედავად დაღლილობისა და მოწენილობისა ვერ ითმენდნენ საჩუქრების გახსნას. მაგრამ სამწუხაროდ მათ ამის შანსი აღარ მიეცემოდათ, რადგან როცა ისინი ნისლში შევიდნენ, მთელი ოჯახი გაუჩინარდებოდა. შობის დღეს მათ ჟან-პოლთან შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი, ჟაკის ძმასთან. დანიშნული დრო შუადღე გავიდა, მაგრამ მათგან არნაირი კვალი არ იყო. მალე მთელი ერთი კვირა გავიდოდა ყოველგვარი ამბის გარეშე და ბოლოს ჟაკის მშობლები ხელისუფლებას შეატყობინებდნენ. მეშანოები სრულად დადუმდნენ, რაც მათთვის სრულიად უჩვეულო იყო. როცა პოლიცია დაკარგული პირების სახლში შევიდა, მათ დროის გაყინული შემზარავი სურათი დახვდათ. საჩუქრები გახსნილი არ იყო და ნაძვის ხის ქვეშ ეწყო. მაცივაში ინდაური და ხამანწკები გაფუჭებული იყო. სასადილო მაგიდა მხოლოდ ერთი ჩეკის წიგნით იყო მორთული. არაფერი იყო დაკარგული. ყველაფერი თავის ადგილზე იყო, ოჯახის გარდა. როდესაც ხელისუფლებამ დაიწყო უფრო ღრმად შესწავლა, აღმოაჩინეს, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ჩანდა. აღმოჩნდა, რომ ბნელი გაუჩინარების წინა თვეებში პიერეტმა მეზობელი მორისი მოხიბლა და თითქოს დღესასწაულების შემდეგ ქმრისგან განქორწინებასაც აპირებდა. ჟან-პოლის თქმით, მისმა დაკარგულმა ძმამ ეს საიდუმლო გაუჩინარებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაიგო. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამან შეიძლება გამოიწვია ეს განსაცდელი. ჩანაწერებში რამდენიმე თეორია იყო და გამომძიებლებმა მათი გადამოცმება ერთის შემდეგ ერთი დაიწყეს. ეს დაიწყო მდინარით, რომელიც კილომეტრებზე გაასუფთავეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. მის გარშემო არსებული დიდი ტერიტორია ასევე საფუძვლიანად გაჩრიგეს და თვითონ მორისიც კი დაკითხეს. თუმცა ამ ძალისმევიდან არც ერთი არ გამოიღებდა სასურველ შედეგს. რამდენიმე შობა მოვიდა და წავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი უმეტესობისთვის ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, დაკარგული მაშინოს ოჯახის წევრებისთვის ყოველი შობის სიმღერა იყო ექო იმ ადამიანებისა, რომლებიც მათ უცნობ გარემოებებში დაკარგეს. 2011, 2012 და 2013 წლებში კიდევ უფრო მეტი გაწმენდითი სამუშაოები და ძებნა ჩატარდა. ამ ცდელობების დროს კომუნასთან ახლოს ძვლები აღმოაჩინეს, მაგრამ ისინი ვერ დაუკავშირეს და დაკარგულ ნათესავებს. ესევე იპოვეს მანქანა, რომელიც ემთხვეოდა იმ სიმკას აღწერილობას, რომელიც მათთან ერთად გაუჩინარდა, მაგრამ ნომერი არასწორი იყო. მიუხედავად შემდგომი გამოძიებებისა, ხელისუფლება კვლავ ჩიხში შევიდა და მაშინოების საიდუმლო კვლავ უცნობია. ბუშტები ზღვაში თავსატეხს ქმნიან. ასე ეწერა ერთ-ერთი 1967 წლის გაზეთის სათაურში. ეს რაღაც ბავშვურს გულისხმობდა. ბუშტები ყოველთვის ასოცირდებოდა ჯამბაზებთან, გასართო ბაზრობებთან და დღესასწაულებთან. მაგრამ რატო უნდა აინტერესებდეს მედიას ასე ძალიან დაბადების დღის დეკორაცია, რომელიც ოკეანეში აღმოჩნდა? ეს იმიტომ, რომ ბუშტების აღმოჩენა მოხდა საშიშ პერიოდში, როცა ნებისმიერი ნივთი შეიძლება იარაღად მიეჩნიათ. ეს ხომ ცივი ომის ეპოქა იყო. 29 ივნისი იყო, როცა ატლანტის ოკეანის წყალში რაღაცა მოცურავე შენიშნეს. ეს იყო 5, პურის 5-ზე დიდი არ იყო. მისი აღმოჩენისთანავე ფლორიდის სანაპიროსთან ჰალენდეილის მახლობლად დაძაბულობა მაშინვე გაჩნდა. ახალი ამბავი გავრცელდა, რომ საბჭოთა კავშირსა და კუბას შორის დიპლომატიური კავშირები გაძლიერდა, რაც შეერთებული შტატებისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომ, როდესაც 5 წყალში ამოძრავებული შენიშნეს, შეერთებული შტატების სანაპირო დაცვა გაგზავნეს გამოსაკვლევად. მათი ეჭვები მაშინვე დადასტურდა, როდესაც ყუთზე აღმოჩნდა ბეჭედი, საბჭოთა კავშირის საკუთრება. თუმცა მისამართი მიუთითებდა, რომ ობიექტის წარმოშობა იყო კუბის მინერალური რესურსების ინსტიტუტი. უდიდესი სიფრთხილით 5 წყლიდან ამოიღეს და ოფისში დამატებითი გამოძიება დაიწყო. ნელა და ფრთხილად გახსნეს 5 და მის შიგნით ნამდვილად დამაბნეველი რამ აღმოჩნდა. ეს იყო გამოცანა, როგორც სათაურში იყო აღნიშნული. ქუდში იდო 7 ყვითელი ბუშტი, თითოეულს შავი რეზინის საცობი ჰქონდა მიმაგრებული. მაშინვე აღინიშნა, რომ ეს უცნაური და შესაძლოა ავის მომასწავებელი იყო, მაგრამ კიდევ უფრო მეტი კითხვა უნდა გაჩენილიყო. როდესაც ხელისუფლებამ 5 უფრო ახლოდან დაათვალიერა, მასზე წონის აღნიშვნა აღმოაჩინა.
მთელი ამანათი იწონიდა 50 კილოგრამს, ანუ დაახლოებით 110 ფუნტს. თუმცა, როდესაც ის აწონეს, სულ 13.6 კილოგრამი, ანუ 30 ფუნტი აღმოჩნდა. ნიშნულოვანი წონა იყო დაკარგული. სად წავიდა დანარჩენი? მალე დადგინდა, რომ 5 წლებში დაახლოებით 8 კვირის განმავლობაში დაცურავდა და სავარაუდოდ ლენინგრადიდან რუსეთიდან იყო გაგზავნილი. დროის ხანგრძლივობამ, რაც 5 დაცურავდა, შეიძლება საშუალება მისცა ბუშტის ჰაერს გაქცეოდა. მიუთითება იმაზე, რომ ბუშტები ოდესღაც შევსებული იყო, საიდუმლოდ დარჩა. ოთახში, სადაც 5 იდგა, ოფიცრები შემოიგრებდნენ და ხმამაღლა გამოითქვა შემაძრწუნებელი აზრი. რა მოხდებოდა, თუ ბუშტები შხამიანი გაზით იყო სავსე? ეს ვარაუდი, რა თქმა უნდა, სრულიად შესაძლებელი იყო. ცივი ომის ეპოქა ძალადობრივი იყო და ნებისმიერი მხარე შეისწავლიდა განადგურების უკიდურეს საშუალებებს. სულაც არ იქნებოდა გასაკვირი, რომ ბიოქიმიურ ომს გამოიყენებდნენ. ეს შემზარავი კონცეფცია საფუძვლიანად იქნა შესწავლილი, მაგრამ ბუშტებზე არანაირი კვალი შხამების ან ტოქსინების არ აღმოჩნდა, თანაც ისინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ტივტივებდნენ. საზღვაოპირა რაიონებიდან ჰაერის მოწამვლის ნიშნები არ დაფიქსირებულა, თუმცა სიმპტომების გამოვლენა შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო ან ჩვეულებრივ გაციებად მიეღოთ. რადგან მხარი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ რაიმე სარწმუნო ვერსია ყოფილიყო, 7 ყვითელი ბუშტი არქივში შეინახეს და დაელოდნენ დამატებით მტკიცებულებებს, რომლებიც რაიმე ახსნას მისცემდა ამ მოვლენას. ამასობაში დაახლოებით 200 კილომეტრით მოშორებით მარათონში აღმოაჩინეს მეორე ყუთი, რომელიც პირველის იდენტური იყო და თავისუფლად დაცურავდა. შიში დაბრუნდა. მეცნიერები ჩაერთნენ საქმეში და დაადგინეს, რომ პირველი ყუთის ბუშტებში არსებული შიგთავსი უბრალოდ ჰაერი იყო, რამაც საიდუმლო კიდევ უფრო გააღრმავა. მიუხედავად ფართომასშტაბიანი გამოძიებებისა და ინფორმაციის თხოვნისა, ახსნა არასდროს გამოჩნდა, რის გამოც საბჭოთა კავშირის 7 ყვითელი ბუშტი აუბედით გამოცანად დარჩა. დიდი მადლობა, რომ უყურეთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დააწექით მოწით მოწონების ღილაკს. ასევე არ დაგავიცვლეთ გამოწერა და დააწექით შეტყობინებების ზარის ხატულას, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns-ი და შემდეგ ვიდეოში შეგხვდებით.